მადლობა მობრძანებისთვის. Როგორც ვიცით, სიახლეა შენთან და ამ სიახლის შესახებ თუ შეიძლება რომ მოგვითხროთ და გვესაუბრო. 2013 წლისთვის 24 თებერვალს გეგმავთ გავაკეთოთ დაჯილდოება გავაკეთოთ კავკასიის თანამედროვე მუსიკის, რომელსაც სახელი დავარქვით ფენიქსი კონცეპტუალურად გამომდინარე იქიდან, რომ ფერფლისაგან ამდგარი ჩიტი და კავკასიური შოუ ბიზნესის დღესდღეობით პრინციპში ამ მდგომარეობაში იმყოფება. მოხდება ისე, რომ საიტი, რომელიც გავაკეთეთ მეგობრებთან ერთად დახმარებით, ეს საიტი 6 ნომინაციაში გამომავლებს გამარჯვებულს. ნომინაციები შიგნით წერია, ვისაც დაინტერესებს შევიდეს საიტში შევიდეს და ნახოს. თეთრის განმავლობაში იმუშავებს საიტი, ჯგუფები დადებენ თავიანთ ვიდეოებს და წლის ბოლოს შეჯამდება ეს ყველაფერი და გამოვლინდება 6 ნომინაციაში გამარჯვებული. აი ეს არის კონცეფცია მთლიანად ამ დაჯილდოების. როგორც ვიცი, ეს გაგრძელება არის იმ როკ ფესტივალების, რომელსაც შენ 95 წლებში და შემდეგაც 95 წლიდან ვაკეთებ კავკასიის როკ ფესტივალს, რომელიც უბრალოდ მოითხოვდა უკვე ადაპტაციას. ის თავის დროზე იყო საინტერესო იდეა, რა თქმა უნდა, და თავის დროზე ზუსტად ის კონტაქტები და ის ურთიერთობები, რომელიც იმ ბაზაზე ჩამომიყალიბდა, დღეს მეხმარება იმაში, რომ აი ზუსტად აი ამ ახალ იდეაში ძალიან გამიმარტივდა ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ მოთხოვნა გაზარდა იმ კავკასიის როკ ფესტივალებმა იმისი, რაც დღეს ხდება. ანუ დღეს აი ეს დაჯილდოება არის ადაპტაცია და აპდეიტი იმ იდეის, რომელიც 95 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა სადღაც და მე უკვე მივხვდი, რომ შესაძლებელი არის ყველაფერი. მაგრამ ეხლა როგორც ხვდები, არ იქნება მარტო როკი, ხო? იქნება არა, როკი აქ არ იქნება, აქ იქნება თანამედროვე მუსიკას რაც ეხება და ცოცხალ და თანამედროვე მუსიკას რაც ეხება. ჩათვლით იმის, რომ რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ჰიპ-ჰოპიც იყოს, იქ შეიძლება პოპ მუსიკაც იყოს, იქ ელექტრონული მუსიკაც იყოს, იქ რა ვიცი, სხვადასხვა მიმდინარეობები, მძიმე, მსუბუქი, ყველანაირი მუსიკა, რაც თანამედროვე ტენდენციებს, რომელიც იტვირთავს და რომელიც საინტერესო არის დღევანდელ დღეში და არა გუშინდელ დღეში. როგორც ვიცი, განთავსდება უცხოურ არხებზეც და აი თემატივზეც თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით რომ კი, თემატივის წარმომადგენელი ვარ კავკასიაში უკვე ამ წლიდან, 2011 წლიდან და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მაქვს უცხოურ არხებთან, რომ რაღაც დონეზე მოხდეს ამისი პრომოუშენი და კავკასიური მუსიკა საკმაოდ იზოლაციაში იმყოფება. პირველ რიგში აი ეს თვითონ ეს ივენტი დაეხმარება კავკასიურ ქვეყნებს, სასუნხეთ, აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთთან ამ გახსნილ ურთიერთობაში. წარმოიდგინეთ, იქნება ერთი პორტალი, ანუ ერთი საიტი იქნება, სადაც დაიდება სამივე რეგიონიდან ვიდეოები. ეს თითქოს რო შეხედავ მარტივად ჩანს, მაგრამ არც მარტივი არის. ამას თავისი შედეგები მოყვება იმ თვალსაზრისით, რომ ადგილი არის ერთი სტაბილური სცენა, პრინციპში ამ საიტის სახით, რომელიც ერთი ბატონზე ხელის დაჭერით კნოპკაზე თუ შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია და სურათს გაძლევს იმისას, თუ რა ხდება დღეს თანამედროვე მუსიკაში კავკასიაში. და აქედან გამომდინარე, ეს საინტერესო იდეა არის. თვითონ და მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დამთავრდეს მარტო ამ სამი რეგიონის საინფორმაციოებში განთავსებით და ისეთი არხები, როგორც არის Tracy Music Channel-ს, ან თუნდაც IC Music, აი კონცერტი, აი მაგათან მაქვს მოლაპარაკებები. და ეს გამარჯვებული როგორ და რანაირად უფრო კონკრეტულად როგორ გამოვლინდება? გამარჯვებული 6 ნომინაცია არის. დიახ, გითხარით ამ ნომინაციების შესახებ. ნომინაციებს. ეს არის წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჯგუფი არტისტი, წლის დებიუტი, წლის ვიდეო და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ძირითადად 5 აქედან წლის სიმღერა, წლის ჯგუფი, დებიუტი, ვიდეო და მუსიკის განვითარებისთვის განაპირობება ვიდეოების საშუალებით. ანუ ვიდეოები დაიდება. ალბომზე ცოტათი პრობლემა არის, მაგრამ ამ პრობლემასაც სულ მალე გადავჭრით. აქედან 3 ნომინაცია იქნება ლაიკებით არჩეული, 3 ნომინაციას კი ჟიური ეყოლება. ჟიური შედგება კომპეტენტური ამ სფეროში კომპეტენტური პიროვნებისაგან, ორი წარმომადგენელი აირჩება სასუნხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რომელიც შეაფასებს 3 ნომინაციას. მე ვფიქრობ, რომ ეს ნომინაციები იქნება წლის ალბომი, წლის ჯგუფი და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლისთვის. დანარჩენს უბრალოდ ლაიკებით ხალხი, ფანები ამ ჯგუფების აირჩევენ თავიანთ ფავორიტს. აი ეს არის ძირითადად. ლადო, თუ მოიწვეთ სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან თქვა ჯგუფებს, თუ გაიმართება კონცერტები? ეცით რა, რომ პირველ რიგში ეს არის ექსპერიმენტი. ეხლა რაც კეთდება, ესეთი არ გაკეთებულა და ვცდილობ, რომ ძალიან პატარა ნაბიჯებით, მაგრამ წინ და დინამიურად ვიაროთ.
აქედან გამომდინარე, ჯერ ვაკეთებ იმას, აი მოთხოვნა, აი მიწერია, მე ძალიან თუ შეიძლება წავიგიხმოთ, რომ ამას დამატება არ ჭირდება არაფრის. ეს არის ექსპერიმენტი, რადგან ამ რანგის და ჟანრის ივენტი პირველად ტარდება რეგიონში. ჩვენ მინიმალური ფორმით ვიწყებთ მოქმედებას. საიტი იდეა დასაწყისში იქნება მუდმივ ადაპტაცია ტრანსფორმაციაში. ანუ მუდმივ აპდეიტში, რადგან რეალობას მოერგოს. იმიტომ რომ ამ სამ ქვეყანაზე აი ესეთი სახით ჯერ არც ერთ ინსტიტუტს არ უმუშავია, ხვდებით ხორის თქმა მინდა და ძალიან რთული არის დღეს გავთვალო ხვალ რა იქნება. ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ და ჩვენ მივყვებით დროს და ჩვენ დროზე ვართ აწყობილები, როგორი შემოთავაზებაც იქნება და ტენდენციების დროდან გამომდინარე აი ესე გადავწყვეტავთ ყველაფერს. ანუ სულ აპდეიტში ვართ. უკვე ჯერ არ დადებულა საიტი და უკვე შეწუხებული მყავს ვებ დიზაინერები, იმიტომ რომ ყოველდღე ახალი იდეებია და ყოველდღე ახალი წინადადებები არის და ყოველდღე აპდეიტები კეთდება. ისე რომ ერთ წლის შემდეგ აბსოლუტურად ეს იდეა სხვანაირ ტრანსფორმაციას განიცდის და სხვანაირი იქნება უკვე. ესე იგი ეს საიტი როგორ უნდა ვიპოვოთ? ეს საიტი არის პრინციპში ასე ძალიან მარტივად ერთი წუთით სად არის? არ ვიცი. phoenix.org.g ანუ phoenix.org.g და პრინციპში რა ვიცი მე ალბათ უბრალოდ რაღაც საინფორმაციოში გაკეთდება ამისი რეკლამაც და ხალხს შეიძლება არ Facebook-ზე თუნდაც ვინ ჩემი ფრენდები არიან შეუძლიათ შემოსვლა და იქ მიდევს ძალიან გამოსაშენ ადგილზე და მარტივად შეუძლიათ შევიდნენ და იხილონ ჩვენი ნამუშევარი რაც ხდება და ადევნონ თვალი. დაჯილდოებაზე ალბათ გაიმართება კონცერტი. დაჯილდოება 24 თებერვალს გაიმართება 2013 წლის და ეს არის მე მგონია რომ კაი ივენტი მინდა რომ გაკეთდეს და აი უცხოურ არხებზე რომ იქნას გაშვებული და ანუ მინდა რომ რაღაც ცოტათი ახალი ხედვა და ახალი რაღაც აპდეიტი გავუკეთეს თვითონ ამ კავკასიის მუსიკას და არ იყოს ეს რეგიონებში ჩაკეტილი და აი ამის საშუალებით ამ ფენიქსის დაჯილდოების საშუალებით რა ვიცი თვითონ ნომინაციები როცა გადაეცემა მინდა ცოტათი ესეთი პომპეზური არა მაგრამ აი ესეთი გემრიელი და ესეთი რაღაც თანამედროვე ივენტი გაკეთდეს რომ ყველას მოეწონოს და მიხვდნენ რომ უბრალოდ ეს ახალი რაღაცა არის უკვე დაწყებული ჩვენს რეალობაში. მოკლედ ლადო არ ჩერდები და ისევ რაღაც ახალი სიახლეებით მოდიხარ და აი ეს ძალა იმიტომ რომ უბრალოდ ეს ჩემი პროფესია არის, მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ყველაფერს აქედან გამოდივარ და ყოველთვის ვეძებ ახალ ბაზრებს, ახალ იდეას და როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ეს სამომავლოდ, ყოველთვის ამაზე ვმუშაობ, თორემ მარტო სახში შდომა და შენ თავს უკრა და მეგობრებს ეს შორს ვერაფერს ვერ წაიყვანს. შენი უახლესი კონცერტი ხო არ არის თქვათ ახო მომავალში? უახლესი კონცერტი ლონდონში ვგეგმა მაისის თვეში 2 წელი კონცერტი მექნება და მე პარიზში მექნება და დანარჩენი კონცერტებზე მოლაპარაკებები მიდის და მაისის თვე უკვე აი ესე მოხს აწყობილი. ისე ამ ბოლო დროს ისე მოხდა რომ უფრო უცხოეთში გადაინაცვლა და იქ წინათაც ქონდა თქვათ კონცერტები, მაგრამ ეხლა რაღაც გახშირდა ხო შენი უცხოეთში? არ დამიჯეროთ, მაგრამ იქ უფრო ადვილი მიადვილდება კონცერტების კეთება და უფრო საინტერესო არის და ახალი არის ჩემთვის. აქ ვაკეთებ გარკვეულწილად კონცერტები და რა ვიცი, უფრო საჭიროა თან ძალიან დიდი ემიგრაცია ცხოვრობს ქართული დასავლეთში და ძალიან არ არიან გათავხედებულები ქართველი არტისტების ვიზიტები და როცა ჩადის აქედან ვიღაცა საკმაო ინტერესი არის და საკმაო რაღაც საინტერესო შეხვედრები ეწყობა, რაც მე უფრო დღესდღეობით ჩემთვის უფრო საინტერესო არის. უღრმესი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. გაქვთ ბავშვებო კითხვები თუ? მობადიშებისთვის.